მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ძვირფასებო, გილოცავთ 2025 წლის დადგომას. აი სიკეთით შემოსული იყოს 2025 წელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს ყველასთვის, ჩვენთვის. ეს წელი ყოფილიყოს ყველასთვის სურვილების ასრულების წელი. ყველაფერი საუკეთესო მომხდარი იყოს თქვენთან ამ წელს და რაც კი გულში გაქვთ და რაც კი გინდათ გულით და სულით რომ აგიხდეთ. რაც ვინც არ ვიცი როგორც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გინდათ, ვინების თქვენ გინდათ, აი ეს ყველაფერი აღხდენოდეთ. დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, საუკეთესოს მომტანის ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის, ჩემო კარგებო და ძვირფასებო. აი ესეთი პატარა საჯარო გაშლა ჩემ მოვედი თქვენთან, დიდი ხანი არ ჩამიწერია საჯარო გაშლა და უბრალოდ მინდა ვნახოთ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები თქვენთან მიმართებაში უყვარხართ თუ არა და რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან, ხომ? ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და ასევე თქვენი სასურველი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ უყვარხართ თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას, რა გრძნობა აქვს თქვენთან და რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა მომავალში. მოდი ვნახოთ გრძნობები თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების. აი. რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა? ვაი. მოდი ესე ვთქვათ, ხო? რა გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში პიროვნებას, ხო? აი პირველი სვეტიდან გამომდინარე რა მდგომარეობა, რატომაც მგონია რომ დღესდღეობით ეს ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენ დააყენეთ, იმიტომ რომ რაღაც თემებიდან გამომდინარე გული გაქვთ ნატკენი, იმ მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც თქვენთან არასრულდა არანაირად, რისი მოლოდინიც ჰქონდათ, აი რა ვიცი, რაღაცნაირად თითქოს გადაიწელა ძალიან დროშის და არ ხდება თუ არ მოხდა, აქედან გამომდინარე უკვე გონიათ რომ არაფერს აზრი არ აქვს, ხომ? ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არაფერი არ გამოვა, ურესურსობა, გულის ტკენები აქვს, კივათ თქვენი ის რომ არ იღებს ეს პიროვნება გადაწყვეტილებას თქვენთან მიმართებაში დროულად და ასე შემდეგ. გრძნობებიდან გამომდინარე თქვენ ხართ იმპერატორიც ამ ადამიანისთვის, სასურველი ქალი ხართ, რომელთანაც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი სიამოვნებით იყოლიებს ოჯახს და შექმნის საერთო ასე ვთქვათ ბუდეს, ხო? შექმნის თავის ბუდეს, სადაც თქვენ იქნებით მისი იმპერატრიცა, მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ქალი, რომელთანაც გრძნობაც აქვს, ნებაც აქვს და ყველაფერიც აქვს. თავის, მოდი ასე ვთქვათ, უკვე თავის ეს როგორც ურთიერთობა არის, ეს უკვე რაღაც სოლის ამპულაში რო ხართ უკვე ამ პიროვნებისთვის, აი ესეთ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი რა, ანუ უყვარხართ კი ბატონო, თავარი ქალი ხართ მისთვის. რა თქმა უნდა, გრძნობებთან მიმართებაში მეტი სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთობთ და 100%-იანი შემიძლია ვთქვა, რომ გრძნობები აქვს და მნიშვნელოვანი ქალი ხართ მისთვის და ერთადერთი ხართ. ამ კარტებიდან გამომდინარე, უბრალოდ რა მოხდება თქვენთან მიმართებაში ამ ურთიერთობაში, ხო? მისიდან. აი რაღაცნაირად თქვენ თვითონ ორჭაფობთ უკვე რა იქნება, სულ მოლოდინებია რაღაცნაირად ხდებით, ან რაღაცნაირად თითქოს უნდა მომხდარიყო უკვე მოსახდენი ოჯახით, უნდა შეგექმნათ ყველაფერი და გულით ტკივათ რაზე იცით, რომ თითქოს რაღაცნაირად უმოქმედობა ეს ადამიანი, აი ზუსტად თუ ეს ყველაფერი მასია, ფიქრობთ რომ მისთვის ერთადერთი ქალი ვარ, ჩემთან უნდა ოჯახის შექმნა და ასე შემდეგ და ისე შემდეგ, რატო არ ხდება ეს ყველაფერი, რატო აგვიანდება ამ ყველაფერს, ხო? რატო არ დგავს ამ ნაბიჯებს და აქედან გამომდინარე, თქვენ ძალიან გინდათ ამ პიროვნებასთან უკვე საერთო საცხოვრებელი გქონდეთ საერთო, ასე ვთქვათ, ყველაფერი საერთო გქონდათ, ანუ მისი მეუღლე გახდეთ და ასე შემდეგ და არ დგავს ეს პიროვნება მიუხედავად თავისი გრძნობებისა ამ ნაბიჯს თქვენთან მიმართებაში და უკვე ფიქრობთ რომ თითქოს იმდენად გადაიწელა დროში ეს ურთიერთობა, რომ ვეღარ ხედავთ გამოსავალს, თითქოს აი ესეა და ალბათ სულ ესე იქნება და გულით ტკივათ აქედან გამომდინარე და ხუთიანი პენტაკლებიდან გამომდინარეც ფიქრობთ რომ მხოლოდ ეს რაღაცნაირად სცენარი თამაშდება, რომ აი ესეთ ურთიერთობაში ხართ და ვერ გადახვიდეთ ვერაფრით უფრო ოფიციალურ მხარეში, რაც თქვენ ძალიან გინდათ, იმიტომ რომ ეს პიროვნება ნაბიჯებს არ ადგავს. იცით როგორ ვიტყვი და რას ვიტყვი? რაღაცნაირად კი ბატონო, თქვენ ურთიერთობას აუცილებლად ექნება განვითარება, იმიტომ რომ აი რაღაც სამიანი თასები არ არის მხოლოდ გართობის კარტი და ასე შემდეგ. ხო, აი გეტყვით ზეიმი იქნება, რაღაც აღნიშნავთ კიდევაც
აი უყურეთ, დღეს ეს ყველაფერი ეჭქვეშ დგას, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ თვითონ იზიდავთ თქვენი ფიქრებით რაღაცნაირად, თქვენთან აი ამ ნეგატივს ეჭვებს ბადებთ საკუთარ თავს, თითქოს აი რაღაცნაირად თქვენ თავს აჯერებთ, რომ აი რაღაცა უშლის ხელს, არ შვება, იქით აქეთ, ჩემი ბედი შეიძლება არ იყოს. აი რეალურად მოდი ასე ვთქვათ, არ არის ეს პიროვნება ამ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, გადმოდგავს, როცა რაღაცნაირად, აი კი, აუცილებლად გადმოდგავს ამ ნაბიჯებს, უბრალოდ უნდა რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ესენა ოჯახის შექმნის სიმყარეში უნდა გადასვლა, ხვდებით, ანუ რა სჭირდება ოჯახს, ხო, მარტო ის ხო რა, ჰოპ, ოჯახის შექმნით და всё ეგ არის. სჭირდება მატერიალური კეთილდღეობა, პატარა ბავშვებიც არ ახართ, ხო, რაღაცნაირად სულელურ ნაბიჯს, ანუ არ უნდა რომ სულელურად გადადგას უბრალოდ ეს ნაბიჯი და ისე მოხდეს, რომ აი იმპულსებს აყვეს, გზნობებს და ნებებს აყვეს და უბრალოდ ჰოპ და შევქმნით ოჯახი, არა. რაღაცნაირად დრო სჭირდება ამ პიროვნებას ყველაფერი დაალაგოს თავთავის ადგილებზე, იმიტომ რომ თითქოს ნულიდან უნდა ყველაფრის დაწყება, ხვდებით, აი უნდა რომ პირველივე ის თემა, როგორც კი თქვენ შორის იქნება, რომ ოჯახი შექმნეს, უკვე აი მატერიალურად მტკიცეთ, ყველანაირად მტკიცეთ შეიქმნეს ეს ოჯახი, ნოლიდან დაიწყოს მყარად ოჯახის თემა. აქედან გამომდინარე, ამიტომაც იწელება რაღაც თემები, თითქოს იცით როგორ ვფიქრობ აქ და რას მეუბნება ეს კარტები, რომ თითქოს რაღაცნაირად სახლის თემაზეა საუბარი, თითქოს რაღაც ბინის თემას აგვარებს, სახლის თემას აგვარებს, შეიძლება მშენებლობა მიმდინარეობდეს იმ სახლის, შეიძლება აი კი მატერიალურ თემებშიც არის რაღაცნაირი საკითხი დგას მატერიალურ თემებშიც, რომ ცოტა გამტკიცდეს. ანუ სჭირდება ამ ადამიანს დრო იმისთვის, რომ დადგეს მყარად ფეხზე იმისთვის, რომ თუნდაც თქვენ მატერიალურად და ყველანაირად უზრუნველყოფილი ყავდეთ. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, აუცილებლად იმპერატრიცა და იმპერატორი აქვს ამ ურთიერთობას მომავალი, მტკიცეთ ვიტყვი ამას და ნუ გწყინთ და ნუ გტკივათ გული და თვითონ ნუ იქნით ილუზიებს და ნუ თხზავთ რაღაცებს თქვენთვის, რადგან რაღაცები დროულად არ ხდება, როგორც თქვენ გინდათ. ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში გათვლილი აქვს სერიოზული ურთიერთობა, არანაირად გართობით არ ერთობა თქვენთან, უნდა თქვენთან სერიოზული ურთიერთობა და იმისთვის, რომ მყარი იყოს ყველაფერში, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს სიმყარეში, აქედან გამომდინარე საჭიროა დრო, რომ ყველაფერი დაალაგოს თავთავის ადგილზე და როგორც საჭიროა, უკვე ყველანაირი პრობლემის და მოთხოვნილებების გარეშე მყარად შეხვიდეთ ოფიციალურ ურთიერთობაში. აუცილებლად ამ პიროვნებასთან გელოდებათ მყარი სტაბილური მდგომარეობა, ოღონდ მოთმინება ისწავლეთ. ყოველთვის საჭიროა დრო, ხალხო, ესე უცებ ხითის დაწყაპუნებით ვერ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, კი გვინდა მასე, მაგრამ ვერ ხდება და რადგან დროში გადაიწელა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში გრძნობები აქვს და აქვს თქვენთან დასახული მომავალი, იმიტომ რომ უყვარხართ ამ პიროვნებას, უნდა გეგმავს ნაბიჯებსაც სხვათა შორის უკვე დგავს კიდევაც თავის პირველ ნაბიჯებს მალე გადადგავს ამ ყველაფერში, რომ ესაც აქვს გეგმებში და გონებაში სისრულეში მოიყვანოს. აქედან გამომდინარე, გზნობებიდან გამომდინარე, თქვენთან გზნობებიც აქვს, მომავალსაც ხედავს, ალაგებს კიდევაც თემებს და ნამდვილად მისთვის ერთადერთი ქალი ხართ ამ ცხოვრებაში. თუ გგონიათ, რომ ვინმე შეფას ხო არსებობდეს, არ არის ეს ეგრე. თქვენ მის ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ქალბატონი გძანებით, რომელიც ძალიან უყვართ და რომელთანაც უნდა საერთო გქონდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არის სულ ეს არის, რაც ახლა არკანებმა მიჩვენა. მეც არის აღარ დავამატებ. გზნობებთან მიმართებაში გითხარით, რომ უყვარხართ, მერეც დაგვიმტკიცდა. მომავალშიც გითხარით რა გელოდებათ, უბრალოდ ისწავლეთ მოთმინება და გაუგეთ ადამიანს. იმიტომ რომ ამ პიროვნებას სჭირდება გაგება და ნუ გონიათ რადგან დროში გადაიწელა და ასე შემდეგ, რომ თუ გამკეთებელია, ამას გააკეთებ და ძალიან გთხოვთ, ნუ უსმენთ ნურავის. ამ სიტყვებს გეტყვით ძალიან ბევრი. თქვენ უსმენთ თქვენ გულს, თქვენი გული და გონება, რასაც გეტყვით, ის არის სიმართლე. ნუ უსმენთ მესამე პიროვნებების აზრებს. ყველა გიზიარებთ თავიანთ გამოცდილებას, სადაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და თქვენი გაქვთ, იმათ თავიანთი გქონდეს. თქვენი ჭკუა გაქვთ, იმათ თავიანთი. всё, ეს არის და ეს თქვენი გონები, თქვენი გულით იმოქმედეთ. ყველას ისტორია ვერ იქნება იდენტური და ყველასაც მოგმართავთ ისე, რომ ნუ ახვევთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. ყველა ერთნაირი არ არის და ყველას შეყვარებული და ყველას კაცი და ყველას ქმარი და ყველას აქრო ერთი და იგივე ვერ იქნება. ადამიანები ვართ ჩვენთვის. სულ სხვადასხვანაირები. მორჩა და გათავდა. ერთადერთი ხარ შენ და შენნაირი ვერავინ ვერ იქნება.
აქედან გამომდინარე, ვერც თქვენი ისტორია იქნება ვინმესთვის ერთნაირი და იდენტური და ვერც ვინმეს სატრფო იქნება თქვენი სატრფოს მსგავსი და ასე შემდეგ. ნუ უსმენთ ნურავი საკუთარი ჭკუი და გონებით იმოქმედეთ. სულ ეს იყო რის თქმაც მსურდა თქვენთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. პირად ცხოვრებაში, ფინანსებში, სამსახურში, კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს. ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს ბედნიერების, ულევი ბედნიერების წელი. და რაც თავარია, ჯანმრთელობა გქონოდეთ პირველ რიგში, რომ ეს ყველაფერი გაბედნიერებდეთ. დაგემშვიდობებით, ყველაფერი კარგი თქვენთვის მიჩუქნია, რაც კიდევ არსებობს, მემეტება ნამდვილად. კარგად გრძელდებოდეთ.